მანამდე კიდევ ერთი ხმაურიანი პოლიტიკური პროცესი საქალაქო სასამართლოში. სამოქალაქო აქტივისტი და კოალიციის ცვლილებისთვის წევრი საბას ხვიტარიძე მოსამართლე ნატო ხუჯაძემ პატიმრობაში დატოვა. უკვე 10 თებერვლიდან კი ხვიტარიძის საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადავა. მოსამართლის გადაწყვეტილებას კი დარბაზში ხმაური და უკმაყოფილება მოჰყვა. ხვიტარიძეს რუსული რეჟიმი ედავება პოლიციელზე თავდასხმას იმ ეპიზოდში, როცა ქორთიარდ მერიოტთან მიღბიანი და სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები ოპოზიციის წარმომადგენლებს თავს დაესხნენ. მოგვიანებით ჩინაგას საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს მიღბიანი მოძალადეები პოლიციელები იყვნენ, ხოლო პირი, რომელსაც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის საპასუხოდ ხვიტარიძემ ხელი შეუბრუნა, პოლიციელი მირიან ქავთარაძე აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ საბას ხვიტარიძე დაზარალებულად არის ცნობილი, რადგან დაკავების შემდეგ მას შინაგას საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ნინუცა კეკელია მოგუღება დღევანდელი პროცესის შესახებ და გვეტყვის რა ხდებოდა დღეს ხდომათა დარბაზში. კი ბატონო მიშა, რამდენიმე შუამდგომლობა ჰქონდათ დაცვის მხარის წარმომადგენლებს, ერთ-ერთი გულისხმობდა, რომ არ დაეშვათ დაუშვებლობა მომხდარიყო იმ მტკიცებულებების, რომელიც წარმოდგენილია ბრალდების მხრიდან. მიზეზი კი იყო ის, რომ პოლიციელის ჩვენება, რომელიც თავად არის პატაკის საგამოძიებო პატაკის შემდგენი, იყო გამოკითხული მოწმის სახით, თუმცა ეს შუამდგომლობა არ გაითვალისწინა მოსამართლემ, ასევე არ გაითვალისწინა შუამდგომლობა აღკვეთი ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით და საბას ხვიტარიძე პატიმრობაში დატოვა, ასევე საქმეში იყო ახალი გარემოებები, ახალი ვიდეო მტკიცებულებები, რომელიც წარმოადგინა ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა და იქვე სასამართლო პროცესზე მოითხოვა, რომ დაეთვალიერებინა ეს მტკიცებულებები მოსამართლე ნატო ხუჯაძეს. მან არც კი შეხედა ეკრანს, ამ ვიდეო მტკიცებულებებში კი ჩანდა, რომ მირიან ქავთარაძე პირი, რომელიც იქ ინციდენტის დროს იმყოფებოდა არას პოლიციელის, არამედ სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული სახეს იფარავდა სამედიცინო ნიღბით და ეგრეთ წოდებული კაპიუშონით, თავად ძალადობდა ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრზე, თეონა ჭალიძეზე, რასაც მოყვა შემდეგ უკვე დაპირისპირება სამოქალაქო საზოგადოებას, იქ შეკრებილ სამოქალაქო აქტივისტებსა და ტიტუშკებს შორის. მირიან ქავთარაძე კი აგრძელებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ამ დროს, თუმცა ეს ამ მტკიცებულებას, როგორც გითხარით, არ მიაქცია მოსამართლემ ყურადღება და მხოლოდ ერთი რეპლიკით შემოიფარგლა, რომ არ აქვს მნიშვნელობა ვინ ვის ურტყამდა, თუმცა იმის დასტურად მოჰყავდათ დაცვის მხარის წარმომადგენლებს ეს ვიდეო მტკიცებულება, რომ ძალადობა დაიწყო ტიტუშკების მხრიდან, რომელიც შემდეგ აღმოჩნდნენ, რომ პოლიციელები იყვნენ იქ პროვოკაციის მიზნით მიყვანილები. საბას ხვიტარიძემაც მიმართა დღეს საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, ასევე პროკურორებს მან თქვა, რომ ის არის პოლიტპატიმარი, რადგანაც უკანონოა მის წინააღმდეგ ბრალდება და ასევე უკანონოა ის გადაწყვეტილებაც, რომელსაც იღებს სასამართლო. მოისმენთ ახლა ბრალდებულის სიტყვას და როგორც უკვე გითხარით, ყველა ამ მტკიცებულების და შუამდგომლობის მიუხედავად საბას ხვიტარიძე დატოვა მოსამართლე ნატო ხუჯაძემ პატიმრობაში. მე მაწამეს მაგრამ ვერ გავიქცე. მე დამაყავს მე თავისუფლება ვერ დამაყავს. საქმის კედლები სულ უყურსავჩევების რო ჩემი თავისუფლება მაინც ვერ იქნება. სასამართლოს ყოველი უსამართლო გადაწყვეტილებით საქართველოს და ქართლის ხალხის დემოკრატიულ მომავალს უქმნის საფრთხეს. საქართველოს ძირს უქმნის ევროპულ მომავალს და მივაკანებთ რუსეთში, ირანსა და ჩინეთში. როგორ შეიძლება შეიძლება ათასობით ადმინისტრაციულ სამართალდამცავაზე და 53 სისხლის სამართლის საქმეზე მხოლოდ და მხოლოდ პროკურატურა იყოს მართალი. როგორ შეიძლება პროკურატურა ერთხელ მაინც არ შეცდეს და ერთი მოქალაქე მაინც არ გამართლდეს. რამდენი პრაქტიკაა ეს? მეძე უფრო მართლები როგორ არის პროკურორი? ეს არის დიქტატურა. ეს არის უსამართლო. მე არ ვიცი რას გიხდიან ან ვინ გაშინებენ, მაგრამ ეს ახალგაზრდების ცხოვრების დაგრევისთვის და უსამართლობის დაკანონებისთვის. თუმცა მოვა დრო და ხალხის წინაშე გადაიხდით ვალს. მოვა დრო და ხალხი გამოგიდათ განაჩეს ყოველი თქვენი ქმედების გამო. იფიქრეთ მომავალზე, იმ მომავალზე, რომელსაც თქვენ ახალგაზრდებს აღვნიშნეთ, თქვენი გადაწყვეტილებები. დღეს მე შეიძლება დამაყავს, მაგრამ ყველას ვერ გავიგებთ. ქართველი ხალხი არ დათანხმს ევროპულ მომავალს.
ქართველი ხალხი არ დაიჩოქებს პოლიციური რუსული რეჟიმის წინაშე. ჩვენ წარმოადგენთ ვიდეო ჩანაწერი, სადაც მირიან ქავთარაძე თეონა ჭალიძეს ურტყამს ხელს. რის შემდეგაც ხდება დაპირისპირება. მირიან ქავთარაძე ბრუნდება და თავს ესხმის იყოფ მოქალაქეებს. შესაბამისად, ჩვენი პოზიცია არის, რომ იყოფი მოქალაქეები იყვნენ აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ეგრეთ წოდებული ტიტუშკისგან და არა პოლიციელისგან. ეს იყო ჩვენი მოსაზრება და წარუდგინეთ ეს მტკიცებულებები. სასამართლომ არ შეხედა ეკრანს. არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები საბას ხვიტარაძის მიმართ ამ საქმეზე დაირღვა მისი ღირსებისა და არაადამიანური მოპყრობის ასე ვთქვათ საფუძვლები, მოდი ესე რომ ვთქვათ, და შესაბამისად ეს იყო საფუძველი ჯერ მარტო იმიტომ, რომ მოსამართლეს აღკვეთი შეეცვალა. პრაქტიკის თანახმად. ჩვეულებრივად გამოძიებელმა მიიღო პატაკი, რომ საბას ხვიტარაძეს სავარაუდოდ ჰქონდა ჩადენილი დანაშაული. ანუ ჩვეულებრივად გამოძიება ამ ადამიანის პატაკის საფუძველზე დაიწყო. ადამიანის კი არა, გამონძიების პოლიციელის პატაკის საფუძველზე. და ეხლა პროკურატურა ამბობს, რომ ეს ადამიანი თურმე გამოძიებაში არ მონაწილეობდა, იყო ჩვეულებრივი მოქალაქე და შესაბამისად ჩვეულებრივად როგორც მოწმის სტატუსით ისე უნდა ისარგებლო. აი ესე ბოლომდე უნამუსო სიტუაცია. ნამდვილად არ მეგონა. ჩემი შვილი არის ბორკილებით, მაგრამ არის თავისუფალი. აი ესენი არიან ხელებგახსნილები და არიან მონები და დარჩებიან მონებად. აუცილებლად ბოლომდე ვიბრძოლებ. აუცილებლად ვაგებინებ პროკურორსაც და მოსამართლესაც პასუხს. მალე იქნება საბას ადგილად მაგას ნახავ იქ დამჯდარ და მაშინ მოვალ მაგათ გასამართლებაზე და მაშინ დაუკრავ თავს მოსამართლეს. როცა ისინი ჩემი შვილის მაგივრად იქნებიან იქ დამჯდარი. სასამართლო პროცესზე შეკრებილები იყვნენ ასევე სამოქალაქო აქტივისტები, შეკრებილები იყვნენ პოლიტიკოსები. ჩვენ ბოლო დღეების მანძილზე მუდმივად ვხედავთ საქალაქო სასამართლოში მიმდინარე საქმეებს, რომლითაც ედავება რეჟიმი დანაშაულს სამოქალაქო აქტივისტებს, აქტიურად ჩართულ პირებს მიმდინარე სამოქალაქო პროტესტსა და დაუმორჩილებლობაში და ყველა მათგანი მიუთითებდა, რომ ეს არის ნათელი რეპრესიები, რომელსაც რეჟიმი აწარმოებს იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც დგანან ამდენი ხნის მანძილზე საპროტესტო აქციაზე, ითხოვენ ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს, ამ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. იბრძვიან რეპრესიები იმისათვის, რომ დააშინონ ეს ადამიანები ციხეში გამოკეტვით და სხვებს მისცენ მაგალითი, რომ ყველას დაიჭერენ, ვინც გააპროტესტებს ამ ქვეყანაში რამეს, თუმცა ფაქტი ის არის, რომ პროტესტი ამ ქვეყანაში ისევ გრძელდება და გრძელდება იქამდე, ვიდრე რეჟიმის ტყვეები არ გათავისუფლდებიან და მოქალაქეების მოთხოვნა ახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ არ შესრულდება არალეგიტიმური ხელისუფლების მხრიდან. ბრალი და სასამართლო პროცესია გულწრფელად რო გითხრათ რუსეთის რეჟიმისთვისაც კი იქნებოდა დამამცირებელი რო შევადარო. ანუ რუსეთს რო შევადარო ეს სასამართლო პროცესი რუსეთისთვის არის დამამცირებელი. ეს არის, რა ვიცი, არაკვალიფიციურობის, კორუფციის, უსამართლობის და სისტემის მონობის თვალსაჩინო მაგალითი. იჭერს და აკავებს იმ ადამიანებს, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან და ეს არის სწორედ მისი მიზანი, რომ ჯერ ერთი გამოთიშოს ძალიან მნიშვნელოვანი მებრძოლები თავისუფლებისთვის, ისეთი როგორც არის საბა, მაგალითად აი ამ ბრძოლიდან და მეორე, თუ კი საბას დაიჭერენ, აი ამითი დააშინოს სხვა დანარჩენები. რეჟიმს ეგონა, რომ მაგალითად დააკავებდა საბას, მზიას, ანდროს, ხვეებს 52 ადამიანს დააკავებდა და ამით შეაშინებდა საქართველოს ჯანსაღ კრიტიკულ საზოგადოებას, პროდასაულ საზოგადოებას, რომლებიც აბსოლუტური უმრავლესობა ვართ, თუმცა ამ შემთხვევაში შეცდა სცენარის ხონერად წავიდა. როდესაც აღდგება სამართლებრივი სივრცე, მე ყველას ვპირდები მაგას, რომ საბას ადგილზე იქნება ბიძინა ივანიშვილი თავის გარემოცვით, ეს მოსამართლეც ბიძინა ივანიშვილის გვერდზე იქნება და სამართლიანი სასამართლო მათ გაასამართლებს ყველა იმ უკანონობის გამო, რომელსაც ისინი ჩადენენ. საბას ხვიტარაძე ერთ-ერთია იმ 53 პოლიტპატიმარს შორის, რომლის გათავისუფლების მოთხოვნით ამდენი ხნის მანძილზე მოქალაქეების მთელი საქართველოს მასშტაბით მართავენ საპროტესტო აქციებს. ის დაზარალებულად არის ამ საქმეში ცნობილი, რადგანაც საგამოძიებო სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაზარალებულად ცნო და რაც ნიშნავს იმას, რომ მასზე პოლიციის სამმართველოში განხორციელდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა მრავალგზის, როგორც ადვოკატი მიუთითებს, ეს საკმარისი საფუძველი იყო იმისთვის, რომ აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა აღარ დაეტოვებინა მოსამართლეს, თუმცა ფაქტია ის, რომ დაკვეთას იღებს საქალაქო სასამართლოს ყველა მოსამართლე, რომ რეჟიმის ტყვეები დატოვოს ისევ პატიმრობაში. საბას ხვიტარაძის მომდევნო პროცესი ჩანიშნულია უკვე 10 თებერვალს, საქმე არსებით განხილვაში გადავა.